დაზიანებები იყო, რავი, ჩემი შეხედვით უნიშნელი და ზურგზე აღენიშნება ნაკაწრები და სიცოცხლეები. კი ბატონო, ზურგზე სიცოცხლეები. ხო, მარჯვენა და მარცხენა ხელზე მაჯებთან აღენიშნება ნაკაწრები. მარცხენა ხელის ნეკათიცე და საჩვენებელი თიცი აქვს მცირე ზომის დაზიანებები. შუბლის მარცხენა ზედა მხარეს აქვს მცირე ზომის დაზიანება. თავზე უკანა მარჯვენა მხარეს აქვს მცირე ზომის დაზიანება. ეს მიიჩნიეთ, რომ ესე თქვა დაზიანებები. დიახ, უნიშნელი დაზიანებები. საბას დაკავება მოხდა 2024 წლის 5 დეკემბერს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, კერძოდ მერვე სართულზე. დაახლოებით რომელი საათი იქნება თუნდაც? სადღაც 5 საათამდე იქნება დაახლოებით. საბას დაკავება მოხდა ჩემს მიერ და მეხმარებოდა დეტექტივი გიორგი ტაბატაძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი. დაზიანებები იყო, რავი, ჩემი შეხედვით უნიშნელი და როდესაც ვკითხე საიდან მიიღო ბატონმა საბამ უარი ბუმილი გამოიყენა, არაფერი არ მითხრა ამ დაზიანებაზე. ვინაიდან უნიშნელი დაზიანებები იყო და რაიმე სერიოზული ისეთი დაზიანება არ აღენიშნებოდა, დავწერე დაკავების ოფისში და რაიმე სერიოზული დაზიანება რო ყოფილიყოს, აუცილებლად ჩავაყენებდი ჩემს ხელმძღვანელობას და სასწრაფო სამედიცინო დახმარებასაც გამოვიძახებდი. იცნობ მიხელიძეა შვედს. რამდენი ხანია რაც იცნობ? რაც ქალაქში მუშაობ და ახლობით 3 წელიწადს. სად მუშაობს მიხელიძეა? დეტექტივების სამმართველოს პირველი სამმართველოს უფროს მოადგილე. რომელ სართულზე? სართული არის. შეიძლება მეოთხეზე, არ ვიცი. დარწმუნებული ხარ თუ არ იცით რომ? არ ვიცი, ხო დარწმუნებული ვარ, არ ვიცი. მირიან ქავთარაძეს იცნობ? მირიან ქავთარაძეს. მეხუთე სართულზე ნამყოფი ხარ? მეხუთე სართულზე? კი, კანცელარიაში. კანცელარია ჩვენ. კანცელარიის მარცხნივ? კანცელარიის მარცხნივ? ანუ თქვენ დეტექტივების სამმართველოს უფროს ოთახი უნდა იყოს. ვინ არის დეტექტივების სამმართველოს უფროსი? სიგუა. იოსებ ბატონი იოსებ სიგუა. მირიან ქავთარაძე არის თუ არა მის დაქვემდებარებაში? კი. არის. მეხუთე სართულზე. არ ვიცით ოთახი რა. ოთახი არის სართულზე. სართული შეიძლება მეოთხეზე ხედა. შეიძლება მეოთხეზე. კი. რამდენი წელია მას შენობაში მუშაობ? შენობაში მუშაობ 2021 წლიდან. 2021. ან დაახლოებით 4 წელია მუშაობ და მეხუთე სართულზე, მერვე სართულიდან. ან რემონტი ერთი წუთი ბატონო ირაკლი, რემონტი გაკეთდა ამ სართულზე, ხშირად კეთდება და მე ეს ოთახები იცვლება და ვინ რომელ სართულზე მე ვიცი რომ მერვე სართულზე ვზივარ. კაი, მირიან ქავთარაძეს მეხუთე სართულზე სხვას? ვერ გეტყვით, არ ვიცი. არ ვიცი. სიუჟეტში რა? თავში რო ჩაარტყეს. სანამ მაგ დრომდე მივიდო. სიუჟეტი ხო გასულ კარ? ხო, რაღაც დაახლოებით ხო. სიუჟეტში პირები ვინ იყვნენ მიღბებით, იცანით? მე ვიცანი. საიდან იცანით როგორ? ვიცნობ და იქიდან გამომდინარე ვიცანი. ანუ ეს ადამიანები არა გარეგნობით, არამედ იმით იცანით, რომ დიდი ხანია იცნობთ და მიამზადეთ. გარეგნობითაც ვიცანი. სიუჟეტში. ეს ერთ მახსოვს მირიან და ჩენსა შესაძლებელია, მაგრამ არ მახსოვს ახლა. რა, ანუ სახე ქონდა თუ არა დაფარული? ერთ მომენტში ხო ჩამოეწია პირბად. მომენტში არ გეკითხები. როდესაც ადგილზე სანამ დაიწყებდა კონფლიქტი, ხო? სიუჟეტი ხო? კი ბატონო. სახე ქონდა თუ არა დაფარული სულ? მე მგონი პირბად ეკეთა. კაპუშონი ეხარებოდა. არ მახსოვს. კაი. სიუჟეტში გისმოდა თუ არა შეკითხვები, ვინ ხარ შენ? არა. არა. ან მირიან ქავთარაძეს შეკითხვას უცნობია ვინ ხარ შენ არ გისმოდა? არა. ის თუ დაინახეთ მირიან ქავთარაძე როგორ გაარტყა სახეში ხელი დოუნას? არა. მაგრამ ის დაინახეთ თავში როგორ მოხდა? კი, ეს დავინა. იმ სიუჟეტში თქვენ ამბობთ რომ მაისური რო ამაწევინეთ, მაშინ შემამოწმეთ და მაშინ აღნიშნავთ ჩემს დაზიანებას, ხო? დიახ. ანუ რო არც კი ეს მომენტი არ გასო? არა. მე რა გიქართ ხელს რა თუ არ გიწერთ? არ ვიცი, შენ ჩემთან ასეთი რამე არ განმარტებია და იმიტომ დავწერე შენიშნა რომ ხელის მოწერაზე ჩემს მე გიქართ რომ ადვოკატის გარეშე თუ საერთოდ ადვოკატი როგორ ხსენება? სასწრაფო რა გამოგზავნე, რა თუ არ დაუგეთ. ვისთან ახსენე სასწრაფო აბა? ჩემთან? მენთანაც და სალამისთან. ჩემთან როგორ ხსენები აუცილებლად დავეკავდი სასწრაფოში. ანუ არ დაგიგეკავთ ადვოკატი რო ახსენე, ადვოკატიც არ გიხსენებია თუ დავურეკავდით. ასე იგი. მეორეჯერ რო შემოვწმეთ, მაშინ დაზიანებებმა რატომ მოიმატა? ბროდის? მეორეჯერ გამაწევინეთ მაისური. მე ერთხელ შეგამოწმეთ ადამიანს. არა, მეორეჯერაც შეგამოწმეთ. ერთხელ შეგამოწმეთ. მაშინ მითხრათ რომ შაბონის ჩაიწიო, შენი ხელის დათვალიერება არ მინდა. ამის ინტერესი არ მაქვს. ერთხელ შეგამოწმეთ ბატონო საბა. აი სალომე რატო გავუშვით მაშინ კაბინეტში? სალომე, იმიტომ უხერხული სიტუაცია მაიკა რო აიწია, მანდილოსანი იყო და გვერდზე ოთახში გამოვიდა. ის ორი ნიღბიანი ვისაც დაუძახეთ, ისინი ნიღბი. ორი ნიღბიანი? წეგან განმარტე რომ ნიღბიანი მეორე სართულზე არავინ არ ყოფილა, არ დადიო ჩვენ სართულზე ნიღბიანი. არა, ნორმალურად მელაპარაკეთ ახლა რა. თქვენ აგაქვთ თქვენ გული ხსერება საპრობლემო. ბატონო მოსამართლე მინდა
და ის სამი ადამიანი ის გამატარებდა ამ პირველ საფუძვლზე თავიდანვე ჩვენთან ერთად იყო და სალონის შიგნით. ბატონო სალონის გვერდით იჯდა ზუსტად ისე როგორც ამბობს. კითხვა გასვას თუ შეიძლება. კითხვის ფორმა ამის შემდეგ სალონის ემობებით რომ გავიდეს გარეთ და ეზაფი გარეთ არა, გვერდზე ოთახში გამოვიდეს, იმიტომ რომ წეღანას განმარტე, რომ აგაწევინეთ მაინდა და უხერხული იყო მანდილოსანია და იმიტომ გამოვიდა გვერდზე ოთახში. ანუ მეორეჯერ არ შეიმოწმები ხარ თქვა მეორეჯერ და აღჭერო გამიმეორეთ რა შევსვრის პასუხს თუ რა იქნება ბედავი გიგაც. დანაშაული ადამიანს ჯგუფურად აწამებდნენ პოლიციის განყოფილებაში. არ ყოფილა წამების ფაქტი თუ რა. ანუ თქვენ მუდმივად იმედში ადამიანს არ კითხეთ საიდან ქონდა დაზიანებები. რო კითხი არაფერი არ მიპასუხა. ანუ კითხეთ? სად ჩანს თეოდორა, თუდად არ გახდა? მირიან თავთარაძის ბრძანებების შემსრულებელი. მე არა ვიცი ბრძანებების შესრულებელი და მე კანონის აღსრულებელია რა ვიცი. კანონი რა ნაწილში ადვოკატს რო ითხოვდა, ეს თუ იცით თქვენ ადვოკატის გარეშე რატო კითხავდით ადამიანს? ათობით დაზიანება ქონდა და კითხვაც კი არ. ადვოკატი იმყოფებოდა საბასი განყოფილებაში თქვენ რა ადვოკატი პროცესზე იმყოფებოდა. არა პროცესზე რო იმყოფებოდა ვიცით აი ადამიანი ითხოვდა რომ ადვოკატი მომიყვანეთო. სასამართლოზე ხო ვიყავი ხო მივეცი ჩვენება. არა, საზოგადოებას აინტერესებს. ბატონო თეოდორე და დაიგეს. სავარაუდოდ უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეთ. კი, მართლა დანაშაული ჩაიდინეთ. არა, ეს წუთი. საგამოძიებო კარლო კაცკაძის უწყებაში იყავით ჩვენება მიეცით? თქვენ უკეთესად იყავით. არა, მაინტერესებს იყავით თუ არა. სუჯაშვილთან რა ურთიერთობა გაქვთ? სუჯაშვილთან რა ურთიერთობა გაქვთ? ანუ მისი დანაშაული ჩაფარცხეთ? არავის დანაშაული არ ჩამიფარცხია მარიამ რა. არავის დანაშაული არ ჩამიფარცხია რა. როგორ ჩაგიფარცხავთ ჩვენ პოლიციელები არ ჩავდივართ დანაშაულს. აწამებდნენ საათების განმავლობაში. ვინ გითხრათ? ამან არ აღებინა. ერთი ვინ გითხრათ რომ აწამებდნენ? თვითონ ამბობს. მე რო გეუბნებით არ აწამებდნენ თქო? ანუ თქვენ თავად დათავაზეთ, დაზიანება ქონდა. ეს არის რაც აღენიშნებოდა, რაც აღენიშნებოდა. საიდან აღენიშნებოდა? არ ვიცი, არ უთხრა საბას. არა, არ რატო დაინტერესებულა. არ დაინტერესებთ? კარგით ახლა, როდი მდევიაროთ ასე.